საღამომშვიდობისა არა, ღამემშვიდობისა. მოკლედ ახლა რატომ მოვედი? ვფიქრობდი მოდი გამოვტოვებ დღეს თქო, მაგრამ კაი იყოს ერთი 15 წუთიან ვიდეოს მაინც ჩავწერ. მოკლედ აბზინდაზე მინდა გითხრათ. დავაყენე. ჩვეულებრივად რა არაფერი ისეთი განსაკუთრებული, აი ასე, ნახეთ რამდენია. ხო და მოდი მეთქი გავსინჯავ რანაირია თქო გემოზე. მეგობრებო, ერთი კოლზი ავიდა, აი ჩვეულებრივი რა სუფრის კოლზი. ესე იგი, როგორც კი პირში მოხდა ეს ცოტა სითხე, ბევრი კი არ ამიღე, აი გასინჯვისთვის რა ცოტა. ესე იგი, არ ვიცი რა დამემართა მომენტალურად, ესე იგი, უნგაში, აი, რასაც ქვია, წყლით ვირეცხე პირი კიდე რამდენი ხანი. ეს როგორი საშინელი მისაღებია, დასალევით როგორც ქვია, რა ვიცი რა, მოკლედ საშინელებაა. მე არ მეგონა, რომ მე ვერ შევძლებდი რაღაცა რა უნდა იყოს ისეთი თქო, აი რაღაცნაირი გემოაქვს რა, ვერ აღიხსნით. წარეც არ ქვია. წარე კიდე ცოტა ისეთი მცნობა მიყვარს წარე. ხო და მოკლედ ვერ შევძელი, მაგრამ უნდა დავძლიო ეს ჩემი, მე მიყვარს ხოლმე ესეთი გამოწვევები. უნდა დავძლიო და როგორღაც მივაჩვიო ჩემი თავი, აი ამ საწამლავივით მწარე იმას სითხეს, აი მართლა ისეთია რა, საშინელი. ნუ ჩემთვის ესეა და შეიძლება ვიღაცას ვაუწყო ჩვეულებრივად და არანაირი რეაქცია რა აქვს. ხო და მოკლედ არ ვიცი. ხვალ ალბათ ესე უზმოსე არ ამგონია, მაინც ვერ გავრისკავ, ისეთი ის აქვს ეფექტი. რომ ცუდად არ გავხდე და პარაზიტები კი არა, მეც არ წამიღოს. ხო და ესე მეგობრებო, არ ვიცი. ხო, ეხლა თან ყავას გავიკეთებ. ყავას დღეს ჩავედი, იქით ჩვენთან ყავა ჯერ არ მოუტანია და ვიცი, მომარაგება რაღაცა ზარმაცობს თუ რა ხდება, ვიცი, მოკლედ ყავის თაროზე, სადაც ყავა დევს ხოლმე იმ მაღაზიაში ჩვენთან რაღაცა სხვა რაღაცები უაგიათ, თბილეული რაღაცა და მოკლედ რამდენი ჩავალთვალებს გავაპარებ იქით, არ დევს არანაირი ისა შეფუთვა. ხო და ესეთი ამბავია. ხო და იქით წავედი. ნუ ესე იგი, ჩემ ქუჩაზე ოქროს მაღაზიები მქონია თურმე და მე არ ვიცოდი. სხვათა შორის ახლა იმ მაღაზიაში როგორ არ ნამყოფი, მაგრამ ფასებს არ დავკვირვებოდი. და იქით კიდე იაფი რაღაცეებია. და მოკლედ ყავა ხო წამოვიღე და კარებში რომ გამოვდიოდი, დავინახე დაფასოებული ისინი, ღერღილი და ჭადის ფქვილი. ხო და ზედვე ფასები ეწერა რა მარკერით და ახლა მე ხო ვიცი, ახლა ღერღილი ისედაც რა ღირს, ჩვეულებრივად ახლა ესე დაფასოებული სხვაგანაც არის და სადღაც ესე 4-5 ლარი და რა თქმა უნდა 3 ლარი რო ეწერა ერთ პარკს, თან საკმაოდ ნორმალური ზომის ის იყო რა, ანუ ხა მე და სოსოს რა გვინდა ახლა ძალიან ბევრი, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენთ ის 3 ლარის ლამისა ორად გავყავი და გავაკეთე ღომი. და 3 ლარი მაგაში მივეცი და მე ჩვენ მაღაზიაში ვიფიქრე ხა იქ რაღაცეთ დიდხანს არ დავყომდი მაინც. და არ დამითვალიერებია, შეიძლება იქ კიდე რაღაცა იყო კიდევაც. მე ვნახავ კიდე ერთხელ დავათვალიერებ საგულდაგულოდ რას რა ფასები აქვს. ხო და ჩვენ მაღაზიაში ახლა ამჯერად აქვთ ქარხნული ყველი დაფასებები და ერთი ნაჭერიღა იყო იმერული დარჩენილი და მეთქი, ნუ გამასინჩე თან ჩვენ მაღაზიის გამყიდველმა და სხვათა შორის ეს ჩვენი მაღაზიის გამყიდველი ხალი იცით ვის გავს ჰარი პოტერში რო ის არის მისის მაკონაგელ თუ როგორ ქვია სოსოს ენამებნე ახლა. ჰა? მაკონაგელ, ნუ მოკლედ ხო მივხვდით. და აი ვიზუალურად იმდენად კი არ გავს, აი ეხლა მაღალი და თხელი ქალი და რაცა. აი სახეზე რომ შეხედავ, ხო აი სულ მგონია რომ იმას ველაპარაკე. აი ესეთი მსგავსება. ხო
ხო და ისა ვიყიდე მოკლედ ის იმერული 3 ლარი და რაცა თეთრები მოუწია მოკლედ კარგად გამოვედი რა პატარა სრული ავისრულეთ რა დროსოს რაღაცა ერთი კვირის უკან თუ რაღაცა მეუბნებოდა რომ აუ რამდენი ხანია ღომი არ გაკეთებიო და მოკლედ გავაკეთე დღეს ღომი კარგად ბარაქიანად ჩაულაგე სოსოს ეს თან იცით როგორი იმერული ყველი აი რაღაცნაირად ცოტათი კი აი კარგად რო დნება რა და ისე მოუხდა ძალიან მარილიანიც არ იყო მოკლედ კარგად ჩაჯდა რა მეც კარგად გიახელით მოკლედ ესეთი ამბები ახლა წყალს ჩავასხავად და და ესე წუხელ მე და სოსომ გინდა თუ არა უყურე მეთქი რას უყურო რაღაცა ფილმი რა ისტორიული ფილმი უყვარს საერთოდ სოსოს აი ეს ისტორიული ფილმები საერთოდ აი ეს ისტორიული მოვლენები რაღაცა ისეთი ჩახლართული და მოკლედ აი ესეთ იმაშია რა თავისი სტიქია აქვს რა ხო და არ ვიცი საიდან მოძებნა როგორ ნახა ხო არის ხოლმე კიდე იქ შორტებში თუ რაღაცა ურჩევენ ხოლმე და მოკლედ ძალიან მომეწონა 3 საათიანი ფილმია მეგობრებო ძალიან კარგი მსახიობების ეს არის კასტინგი ვაიმე შეკარი ჩამყარე მე მგონია ესე იგი ორლანდო ბლუმია Liam Nilsonია თუ ხო ხო Nilsoni მოკლედ მიხვდით ხო ნუ ეს სახელებზე გვარებზე რა ვიცი რა მემართება არა დედა Nilsoni მე кайფება უბრალოდ მეხუმრება როგორც თვითონ ძენს ხო და კიდე ნუ მოკლედ ძალიან კარგი მსახიობების ნაკრებია ამ ფილმში და ფილმს ქვია იერუსალიმზეა რა მოკლედ ფილმს ქვია რუსულად არის ვაიმე დამავიწყდა სოსოსა დამცინის თქვი ახლა ხო царство небесное ანუ ზეციერი სამყარო ნუ ქართულად ალბათ ესე მოკლედ ძალიან მაგარი ფილმია 3 საათი მიდის მაგრამ ნუ იქ ბრძოლების სცენები რაღაცა ეს ცოტა ისეთია მაგრამ აი თვითონ თლიანობაში ძალიან მომეწონა ხო ეხა თავისთავად იქ რაღაცა პატარა ისე კი ჩვენში ოდარჩეს ისტორიაში ეხა თქვათ ზუსტად ის ყველაფერი არ არის მართალი რაც წერია ხოლმე პატარ-პატარა შელამაზებები არის თავისთავად ყველგან ყოველთვის აბა ეხა ეგ რაღაცა ჭორს გავს ჭორს ეხა ცოტა ცუდი შედარებაა მაგრამ ადამიანი მაგალითად რაღაცა მოვლენა რომ მოხდება და ყველა თავისებურად რო აღიქვავს იმ მოვლენას და ერთი სიძახის მეორე სიძახის ხო წარმოგიდგენიათ ისტორია რამდენად სხვა ფერებული თუ როგორ ვიტყვიან რა ესე სახეშეცვლილია რა მოკლედ მაგრამ ძირითადი მოვლენები ალბათ ნუ არ ვიცი მე ყველაფერს ეჭვის ქვეშ ვაყენებ ხოლმე ისტორიასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ადრე რასაც ვსწავლობდით და ეხლა იმდენი აღმოჩენები გაკეთდა კიდე ჩვენ საუკუნეებში რომ თავისთავად ეხლა რაღაცა უკვე შეიცვლება თავისთავად და უკვე სახელმძღვანელოებშიც მოხდება ჩასწორება ესეთი ამბები მოკლედ დღეს არცად არ გავსულ ვართ გადაინისა რომ მაღაზიაში ვიყავი მე ჩასული ერთი ის რომ ტელეფონი არ გავიყოლე მაღაზიაში და შევწდი იმიტომ რომ იქ ტელეფონის ნომერი ეწერა იმაზე რა ქვია მეწაღეს კარებზე ხო დახურული იყო და
მეთქი ჩავიწერდი თქო, ეხლა ზეპირი მაგდენი მეხსიერება არა მაქვს, რომ დავიმახსოვრე მთელი ერთი ტელეფონის ნომერი და და ასე ეხლა ნომერი რატომ მჭირდება? ეხლა ჩემ შემთხვევაში მე რო ეხლა ისე ვიყო ძალიან კარგად ფინანსურად რაღაცა, თუმცა ეხლა მაინც არის ეხლა ვისაც ეხლა ბევრი ფული აქვს, ისინი უფრო მაშვებიან, მაგრამ მე ვიძახი აი ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს მაგის ის, რომ რაღაც ყველაფერში კაპიკ დაითვალოს. ხო და უბრალოდ მინდოდა გამეგო საშუალო ფასები რა არის რა იმ რაც ჭირს იმ ბათინგს რა მოკლედ იმის ჩაწეპება ქვია თუ რაც ქვია იმის გაკეთება მაინტერესებს უბრალოდ რა დაჭდება რომ ავანსი მაინც მქონდეს ხელზე რომ ჩავაბარებ მე წამოღების დროს დამატებით ხო უნდა დავუმატო კიდე მოკლედ მიყვარს ეს წინდახედულობა რატომაც ესეთ რაღაცებში მოკლედ ასე, დღევანდელი დღე ესეთია ჩვენი, არაფერი ახლა ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ეს კატები გამაგიჟებენ მე. კაფი, რას უყურებ? რას კაფი? რა იყო? ნუ ესე იგი, ესენი არიან ჩემი კუდები, ორივე, დობიც და გაფიც. სულ თან დამყვებიან ყველგან. ხო და ესე იგი რაღაცას ვფიქრობდი დღეს რაღაც ნამცხვრის გამოცხობაზე რა ვიცი ჯერ ისე რა არის ადამიანის ბუნება რა თუ რაღაცა ხალისი და ან мотивация არა გაქვს ხო როგორი ძნელია ყველაფრის კეთება როგორი ძნელი ანუ აი ახლა მაგალითად რომ ვიხსენებ ნიკა რო დაიბადა და სოსოც რო დაიბადა ანუ ეს ისეთი ის იყო იმ ხელა სიყვარული იმ ხელა სითბოდა რაღაცა რომ ვერ გრძნობდი მე ვერც იმ დაღლას ვერც იმ ღამის თევას ვერაფერს აბსოლუტურად აი საერთოდ ერთი არ დამიჩივლია და არ მიწუწუნია რომ აი რაღაცა და ისა იმიტომ რომ იმდენად მასში ვიყავი აი ანუ მოტივირებული ვიყავი და იმდენად სიყვარულით ვაკეთებდი ყველაფერს რომ აზრათაც არ მომდიოდა ესეთი რამე რომ აი მინდა დასვენება და რაღაცა იგეთი არასოდეს უბრალოდ ჩემ თავთან ანუ რომ დავაძინებდი ბავშვს და რაღაცა იქ დაძინებამდე 1 საათი ჩემთვის მოვიტოვებდი ხოლმე დავждებოდი ხოლმე ნუ ეხლა ეს უკვე სოსოზე თორე ნიკაზე მაშინ სად მქონდა ეს კომპიუტერი და ეს მაგრამ მაშინ ტელევიზორს უყურებდი ხოლმე ან რაღაცა საქმეს ვაკეთებდი რომ წინ წამეგდო ისა რა სიტუაცია და ჩემს უბეჭვებოდა როცა ბავშვი წინა შენს დაიძინე და დაისვენეო მაგრამ მე არა არ ვჯერებდი სხვათა შორის ნიკას ქონდა იცით როგორი რეჟიმი დილაუთენია იცოდა ხოლმე გაღვიძება ძალიან ადრე წამომახტუნებდა ხოლმე და ნუ ღამეც ესე იძინებდა რა მოკლედ ძილთან დაკავშირებული ცოტა პატარა პრობლემები ჰქონდა და შუა დღის ძილზეც ნუ როგორ იცით აი დიდხანს არ იძინებდა რა მაქსიმუმ 1 საათი თქვა და აი სოსო ხო სოსო აი ძილის გუდა იყო რასაც ქვია და მეც ანუ მანებივრებდა რა მაგ კუთხით ხო და აი სოსოზე ვიძახდი რა ის 1 საათი ისეთი ტკბილი იყო გადა იმიტომ რომ აი რაღაცა ბავშვმა დამტანჯა არა უბრალოდ აი თავისებური აი როგორც სამსახურიდან სახში რომ მოდიხარ და რაღაცა სასიამოვნოთ აი რომ დაწვევი და გაიშლები ზურგში და რო იტყვა აი ყოფილა დაწოლავ რა აი ესეთი ვარიანტი სამადელში ჩავშდებოდი ხოლმე ყავას გავიკეთებდი და რამეს ვუყურებდი და თან ჩემ ყავას წრუპავდი ხოლმე და ესე რომ ესეთი ამბები ხო და ეს мотивაციას აქვს ძალიან დიდი როლი ცხოვრებაში ყველაფერი აი რა უმოტივაციო ადამიანი და უმიზნო ადამიანი არის ძალიან ცოდო ეხლა აი ახლა ამ ეტაპზე მე ჩემ თავს ზუსტად ვატყობ რომ რაღაცნაირად ეგრე ვარ თითქოს რა ანუ აი რაღაცა мотивация ისეთი არ მაქვს და
არ მომწონს იცი ხალხის მოეწონება თავისთავად. აი დეპრესიისკენ რომ მიგაქანებს რა ეს განწყობა, მაგრამ აი არ ვნებდები რა, მოკლედ ჩემ თავს ვეომები, რასაც ქვია ესეთ სიტუაციებში არ მინდა რომ ცხვირი ჩამოუშვა, იმიტომ რომ ჩემი ესეთი მდგომარეობა ეს ნიშნავს რომ სახლი დასავაგებელი იქნება, საჭმელი გასაკეთებელი იქნება, მოკლედ პასუხისმგებლობების ასე ვთქვათ სრულად ჩამოშლა და ეს არ მაწყობს არანაირად, ამიტომ უნდა ვიყო ჯარისკაცივით და მიუხედავად ამ მდგომარეობისა, უნდა როგორღაც გადავაყო და ჩემი აზრით მე რატომღაც არ ვიცი, ესე მგონია რომ უფრო სეზონის ბრალიც არის, გარემო მდგომარეობის ბრალიც არის, ანუ რაც ხდება მთლიანად ჩვენ ქვეყანაში, მთლიანად მსოფლიოში, ეს ფონი თანით უმეტეს როცა მგრძნობიარე ხარ ადამიანი არ არსებობს რომ ამას როგორღაც აარიდო თავი და თუ ეხა ვიღაცა ისეთი არ ახარ აი ზოგს მაგალითად ყველაფერი ფეხებზე კიდია მე ეგეთი არ ვარ ეხლა მე ფეხებზე მართლა მაპატიეთ ამ გამონათქვამზე მართლა ვერ ვიკიდებ ვერაფერს იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერს აქვს და ყველაზე ყველაფერს მნიშვნელობა იმიტომ რომ არ ვიცი აი ზოგისთვის ის ერთი სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავს და ჩემთვის ის ერთი სიცოცხლეც ძალიან ბევრს ნიშნავს ის კი არა მე მაგალითად რა ვიცი ახლა თავს არ ვიქებ მაგრამ დედა რომ მეუბნებოდა ის რაღაცა იყო სოფელში ესეთი სიტუაცია კვატა იყო თუ ქათამი თუ რაღაცა უნდა დამეკლა და დიდი სამბით მოვიმარჯვე რაღაცა ისა და ვერ მოვახერხე იმიტომ რომ აი რაღაცეთ ვერ არ შემიძლია წავართვა არც ფრინველსაც კი იქ უკვე რომ გამზადებულია და იქ ვიღაცა მოკლა და რაღაცა ეს სხვა საკითხია მაგრამ მე თვითონ არ შემიძლია ვერ გავაკეთებ რა ვიცი შეიძლება თქვა რომ არასოდეს გავაკეთებ ესე ვერ ვიტყვი შეიძლება ღმერთთან უქნაცა ისე მოხდეს და რაღაცა გაჭირდეს რომ დაგჭირდეს მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე რასაც აი 50 წლის ასაკამდე ვარ და არ მახსოვს ეგეთი რაღაცა არ გამიკეთებია და ის კი არა მწერებს ვერ ვიმეტებ ხოლმე და არის ხოლმე ხშირად ზაფხულში ესეთი სიტუაციები შესაძლოა რომ დაიწყებს ვაიმე ეს რა არის და მეშინია და რაღაცა აი ზუსტად იმის გამო რომ ბავშვი შეშინია შემიძლია მაგის გამო გავწირო ხოლმე თორე მე ყოველთვის ან დავიჭერ რაღაცა და გარეთ ვუშვებ და ну ეს ესეთი ხასიათი მაქვს რა ვიცი მოკლედ ვერ შევიცვლები ხო და მოკლედ ასე ხო და რაზე ვაპარაკობდი რა ეს мотивация და ეს რაღაცა იკარგება რა ამ ფონზე ხო და მინდა რომ რა ვიცი მე მინდა და მაქვს მოლოდინი რომ რაღაცა კარგისკენ უნდა შეიცვალოს და თან იმის ისიც მაქვს ანუ ცოტა შიშის განცდაც მაქვს რომ იმხელა იმდენად როგორ თქვა გამეფდა ტყუილები ჩვენ ქვეყანაში საერთოდ ზოგადად სოფლიოში რომ რაღაცა არ მგონია რომ ღმერთმა ესე მასკა რაღაც ფიქრობ რომ რაღაცა იქნება ისეთი რომ უნდა რაღაცა მოხდეს რა მოკლედ დასჭის თვალსაზრისით რა ვიცი ესეთი წარმოდგენა მაქვს და ძალიანაც არ მინდა მაგრამ დისციპლინა აკლია ადამიანებს ჩემი აზრით რა ვიცი დისციპლინა აკლია მაცა როგორ არის ეს რაღაცა აი აღვირ ახსნილი სიტყვა როგორ არის ანუ აღვირი რომ აეხსნება მე მიკრის და მიექანება რაღაცა ესეთი ჭირს მთლიანად სოფლიოს რა და ეს აღვირი მე არ ვიცი რომ ეს რაღაცა ისეთი უნდა იყოს რომ რაღაცნაირად უფლებები ილახებოდეს ადამიანს არა ანუ ჩარჩოში რაღაცა ნორმების ჩარჩოში უნდა იჯდეს და ეს იყო უძველესი დროიდან რწმენა და ვინც რა ვიცი ზოგი შეაქცია რწმენას და ისა კი იცით ისტორიულად რაც მოხდა და როგორც მოხდა და ახლა ხედავ ესეთ ტენდენციას რომ რაღაცნაირად რა ვიცი მოკლედ სიტყვაზე ამბობენ, მაგრამ რაღაცნაირად საქმეზე რატო ხდება მაშინ ეს ყველაფერი. ესე იგი არ არის იქ არანაირი რწმენა, ეს არის უბრალოდ რაღაცა შირმასავით აქვს რა. ახლა როცა ადამიანი ძალადობ, რა მნიშვნელობა აქვს სიტყვიერად, ფიზიკურად, როცა ძალადობ. როგორ შეიძლება იქ ადამიანის რწმენაზე იყოს საერთოდ ლაპარაკი?
მე არ მჭირა ეგეთი რაღაცა, რა ვიცი. მოკლედ, სულ ნოტაზე არ მინდა ეხლა დავამთავრო ეს ვიდეო. კი ვთქვი 15 წუთი და კი ავიდა 20-ზე, მოკლედ, რა ვიცი, ჩქარა ვილაპარაკე, ვეცადე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მაინც არ გამოვიდა 15 წუთი. კარგით, ეხლა მე ამ ყავას მივიხსნევ. გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ყველაფერს, რაცაც თქვენ გულით ისურვებთ და ინატრებთ, ყველაფერს გისურვებთ იმას და მთავარია რომ რაღაცა ის ღერძი არ დაეკარგოს ადამიანებს, რაც აი სიკეთისკენ ამოძრავებს და სიყვარულისკენ ურთიერთგაგებისკენ და ადამიანების, ანუ ზოგადად ურთიერთგაგებისკენ, აი ეს არ დაკარგულიყოს და ღმერთმა ქნას, რომ რაღაცა ისეთი მოვლენა მოხდეს, რომ აი ეს თანადგომა და ეს სიყვარული გაძლიერდეს. ერთი პატარა მომენტი კი გქონდა რაღაცა ეს ფეხბურთისობაში, რაღაცა ეს ყველამ ერთად გაიზიარა ეს სიხარული და მაგრამ უცბად დაიხარჯა ადამიანი ემოციებისგან და უცბად ჩაქრა და აი ისეთი მომხდარი იყოს, რომ გულში რო აინთება რაღაცა აი მუდმივად ენთოს და ენთოს, რაღაცა ესეთი მომხდარი იყოს. რა ხმა? კატები კიდე რაღაცას აშორებენ. კარგით, მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით ხვალამდე და მე მამპატიეთ ასე გვიან რომ ვიწერ ხოლმე და მოვდივარ თქვენამდე. ალბათ თქვენს გესმით, არ ვიცი. რაღაცას აფუჭებენ აშკარად. კარგით, გავიკეთეთ, თორე დაანგრიეს სახლი. კარგით, აბა დროებით ხვალამდე გაკოცეთ.